ქვეყნად ყველა ქალს სურს ლამაზი და მომხიბვლელი იყოს. სილამაზეს კი თავისი საიდუმლო აქვს და მისი აღქმაც ინდივიდუალურია. კლეოპატრამ თავად გამოიგონა ემულსია სახის კანისთვის. დედოფალი ერთმანეთში ურევდა თაფლსა და ალოეს წვენს და სახეზე იცხებდა. ცნობილია მისი სილამაზის საიდუმლო. მზიან აბაზანაში ნებივრობა მას განსაკუთრებით უყვარდა. ესპანეთის დედოფალ ისაბელას, რომელიც სოლიდურ ასაკშიც არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, საუცხოოდ მადე სახის კანი ჰქონდა. იგი სახეზე გვირილას, მრავალძარღვას, როზმარინის, ვარდისა და შროშანის ნაყენის ნიღბებს იკეთებდა. ნაპოლეონის მეუღლე ჟოზეფინა ბოგარენე უბრალო ქალი იყო, თუმცა იცოდა, რომ სილამაზის ნიღბის მომზადება ჩვეულებრივი მოხარშული კარტოფილითაც შეიძლებოდა. სახეს იგი ქაფურის ცხელი კომპრესებით იწმენდა, ხოლო უზმოზე წყალში გაზავებულ ლიმონის წვენს მიირთმევდა. ლუდოვიკო მეექვსეს ფავორიტი მარკიზა დე პომპადურის სახის ნიღბებს ნაღების, ათქვებილი კვერცხის ცილისა და ლიმონის წვენით იმზადებდა. ზეითუნის ზეთს იყენებდა მერლინ მონროც კანის დასატენიანებლად. იგი არასოდეს ირუჯებოდა, რადგან მიაჩნდა, რომ ადამიანს მზე დროზე მალე აფერებს. უკვე მრავალი წელია ქალის სილამაზის მოვლის საიდუმლოების ამოხსნას ცდილობს, რასაც კოსმეტოლოგია ჰქვია. მუდმივად სიახლეების ძიებაშია და აინტერესებს, როგორ ვითარდებოდა და იცვლებოდა თავის მოვლის ხერხები და საშუალებები დღემდე. ნინო ბახტაძე კოსმეტოლოგიით ბავშვობიდან დაინტერესდა. ოჯახურ საქმეებს, საყვარელ საქმიანობას უთავსებს და ერთგულ ქალბატონებს მუდმივად სიახლეებს თავაზობს. აი, რასაც მილამაზებს და რაც სრულიად დიდ აზრს აძლევს ჩემ ცხოვრებას, ეს არის ეს ქალის სილამაზის მოვლის საიდუმლოებაში შეჭრის ცდელობა. რასაც კოსმეტოლოგიას ვეძახით. დედა იყო დიდი ესთეტი თავის მოვლის. მედიცინაც აინტერესებდა, ძალიან არ იყო მედიკი, მაგრამ ენციკლოპედიურად ფლობდა ეს რაღაცა სიღრმეებს, აი ამის მედიცინის და მათ შორის ამ კოსმეტოლოგიის და დიდი სურვილი ჰქონდა, რომ ის მალამოები, რაც მაშინ იყიდებოდა, უკვე გაყიდვაში იყო, უკვე არ აკმაყოფილებდა და ამბობდა, რომ ეს არ არის კრემი. და რაღაცნაირად წამოვიდა და მოვედით აქამდე, რომ მივხვდი, რომ ყველაფერი ბუნებრივი უნდა იყოს ადამიანის ცხოვრებაში. ყველაფერი, ტანსაცმელი, საკვები და რა თქმა უნდა, მოვლის საშუალებები აუცილებლად. იმიტომ რომ ეს არა მარტო სილამაზეს ემსახურება, ეს არის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი, რომ იყოს ბუნებრივი, ჯანსაღი, გემოვნებიანი, დახვეწილი, შედეგი რო ქონდეს თითქმის 100%-ით, რომ ვიყოთ კმაყოფილი, აი ესეთი ბუნებრივი უნდა იყოს. თავიდან დაიწყო, რა თქმა უნდა, ინტერესიდან გამომდინარე და ძალიან დიდი სურვილი, რომ ეს იყოს ბუნებრივი, სრულყოფილი ჯანმრთელი და მე, რა თქმა უნდა, მივაგენი ადამიანს, რომლისგანაც პროფესიულად შევისწავლე ძალიან ბევრი რამ. აი თითქმის ყველაფერი, რაც ეხება ქალის სილამაზეს. სუფთა ხავერდოვანი სახის კანი ყველა ქალის ოცნება, რომელიც აუცილებლად ახდება, თუ ჩვენს კანს სწორად მოუვლით. ნინო ამბობს, რომ სახის კანის მოვლა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. თუმცა, სანამ მასზე ზრუნვას დავიწყებთ, უნდა გავიგოთ, თუ როგორი ტიპის კანი გვაქვს: მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული მგრძნობიარე. მიუხედავად კანის ტიპისა, ყოველდღიური რუტინა დილა-საღამოს პროცედურებისგან შედგება. თავად უკვე 10-მდე სახეობის კრემი აქვს შექმნილი, მათ შორის სამკურნალო კრემებს, რომელიც მოზარდებში პრობლემურ კანზე ეფექტურად მუშაობს. ეს არის ჩემი სამსახური, ეს არის ჩემი ცხოვრება და ამიტომ მე ყოველთვის უნდა მქონდეს პროდუქტი სამუშაოდ. ყოველთვის მინიმუმ 10 კრემი მაქვს მომხმარებლისთვის შეთავაზებული, აი რომ მობრძანდება ქალბატონი, მე მას შევთავაზებ მინიმუმ 10 სახეობის. სახეობები ყოველთვის იცვლება, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე და საჭიროებიდან გამომდინარე. აი მაგალითად მანგოს კრემი რომ მქონდა ზაფხულში, მაქვს ზაფხულის კატეგორიაში არის მანგოს კრემი, ატმის კრემი. ეს ზამთარში არ მაქვს. ზამთარში შემომაქვს ოპიუმის კრემი, შემომაქვს თეთრი ია მენექსე, შემომაქვს ბაობაბი, ასეთი ნაჯერი, რთული. ჩემი კრემები სულ ვამბობ, რომ არის რთული შინაარსის და ისინი თითქმის დოსტოევსკი და მარკესია, ასე ვეძახი ჩემ კრემებს. მაქვს აუცილებლად თვალის კრემი, რაც არის ყოველთვის პრობლემა და ყოველთვის
არ არის გაყიდვაში და ყოველთვის არ აკმაყოფილებთ ქალბატონებს, რომ ეს თვალის ზონა განსაკუთრებით ნაზი პრეტენზიულია და იქ განსაკუთრებული კრემია აუცილებელი. და აი ეს თვალის კრემი მაქვს, ძალიან მიყვარს ჩემი თვალის კრემი, რომელიც თავს ამართლებს 100%-ით. მაქვს არაჩვეულებრივი აი გამწმენდი რძე, რომელიც ჩრილსაც შეგიძლია ახმაროთ. იმდენად ნატურალური და იმდენად დახვეწილი და ბუნებრივი და სპეტაკი და კარგია. მაქვს, რა თქმა უნდა, მზის დამცავი მაქვს არაჩვეულებრივი, ლაქების კრემი, მაქვს ჩემი ტონალურები, რომელიც ძალიან მიყვარს. მე ვერაფრით ვერ ვიხმარ იმ ტონალურს, რასაც თავაზობს დღეს მსოფლიო ბაზარი, თუნდაც პარიზში ვიყო და თუნდაც ბრიუსელში, მე ვერ ვიყიდი იმას და არავინმე იმას არ მომყიდის უხეშად რომ თქვა, რასაც მე ვდებ ჩემს პროდუქციაში. გაწმენდა, შრატი, დატენიანება და მზის განდაცვა. ეს დღე-ღამის რუტინაა, რომლის გარეშეც კანი უყურადღებოდ გრჩება. არსებობს კლასიკა, ყოველდღიური თავის მოვლის ქალბატონებისთვის. დილიდან კანი არის მაქსიმალურად აქტიური. მან გაიღვიძა, ის მშიერია, ის ითხოვს მაქსიმუმს და ინელებს მაქსიმუმს. ამიტომ ძირითადი თავის მოვლა უნდა მოხდეს დილიდან 4-5 საათამდე. დილას აუცილებლად წყალი უნდა ვაბკუროთ სახეს, აუცილებლად გამოვაფხიზლოთ, გავაღვიძოთ, დავნამოთ სახე. აუცილებლად მერე უნდა მოხდეს წმენდა, ან ნუშით, ან გოგრით, ვარდის პუდრით. ეს ჩემი მეთოდებია. ან გამწმენდი მუსი თაფლით. ან იაპონური წმენდის არაჩვეულებრივი მეთოდია, უძველესი იაპონელი არისტოკრატი ქალბატონების მეთოდია, დილას ბუნებრივი საპნის და კეთილშობილი ზეთის კომბინაცია არაჩვეულებრივ შედეგს იძლევა. რიგრიგობით ერთი დღე ერთი წმენდა, მეორე დღე მეორე, მესამე დღეს მესამე, ასე უნდა იცვლებოდეს. აუცილებელია სხვადასხვა რამ მივაწოდოთ სახე, სხვადასხვა სახით გავიწმინდოთ ყოველ დღე ჩვენი სახის კანი. შემდეგ შემშრალება, შემდეგ ისევ შრატი, ეს დილას უნდა შრატი, იმიტომ რომ ითხოვს კანი და მაქსიმალურად ინელებს, ეს ნიშნავს, რომ ხუთივე შრეს აწვდის და შედეგი სახეზეა, მე ახალგაზრდავებს კანს და შრატის შემდეგ უკვე ცოცხალი კრემი. ეს არის საკმარისი, რომ მთელი დღე სახე იყოს დაცული, მოვლილი, ლამაზი და თუ სადღაც მიბრძანდება უკვე ქალბატონი, აი ამ კრემზე შეუძლია დაიტანოს ტონალური მზის დამცავი, როგორც უნდა, ვისაც უნდა მზის დამცავის ეფექტით, ვისაც უნდა ტონალური ეს ეფექტით და მთელი დღე სახე არის გარე ფაქტორებისგან დაცული, ახალი ნაოჭებისგან წარმოქმნისგან დაცული. აი საღამოს უკვე 6 საათიდან კანი იძინებს თავის ფუნქციას წყვეტს და ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავწმინდოთ კანი სტრესი მოხსნათ და ძილისკენ მოვამზადოთ ძილისთვის. ამას იდეალურად ასრულებს ჩემი სპერმაცეტის რძე გამწმენდი, რომელიც აშორებს იდეალურად მაგიაჟს, შემოაქვს სინორჩე, ამთან სუბუქი დატენიანება და ხავერდოვანი ფაქტურა და აი ამით თავდება რუტინა ჩემი მეთოდებით, ჩემი წესით. ზამთარი კანისთვისაც რთული პერიოდია. ორგანიზმი ამ დროს გარემო ფაქტორებზე განსაკუთრებულად რეაგირებს და ხშირად კანის გამოშრობას იწვევს. სწორედ ამიტომ ამ ზამთრის ცივამინდებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კანი დავატენიანოთ. სახის კანის მოვლა 4-ვე სეზონზე არის აუცილებელი და გარდაუვალად აუცილებელი. მაგრამ პირველ ადგილზე მაინც დავაყენებდი აი ამ მომენტს, რომ ყოველ დღე უნდა იყოს კანი გაწმენდილი. მკვდარი უჯრედი უნდა იყოს მოხსნილი ყოველ დღე და ყოველ დღე უნდა დაიტანოთ პატიოსანი, ცოცხალი, ნამდვილი კრემი, რომელიც დაგიცავთ იმ სიცივისგანაც, იმ დაბინძურებული ჰაერისგან, რაც გარეთ ტრიალებს, იმ ძიმე მეტალებისგანაც გარეთ არის ჰაერში. თავარია სუფთა კანი, შრატი, ისევ მივდივარ შრატებთან.
რომელიც არ ვიცი, ძალიან ბევრი რამ შედის აი ამ შრატში სასარგებლო და მნიშვნელოვანი. იცით, აი როგორც სწორი კვება, ხო? აი საკვები რომ უნდა იყოს ჯამთელი და სწორი, ასევე უნდა იყოს კოსმეტიკა, ჯამთელი და სწორი და მრავალფეროვანი. ახლა განსაკუთრებული სურვილი და ოცნება აქვს. ჰქონდეს საკუთარი სუნამოს ხაზი. დღესდღეობით მე არაფერს არ ვიძენ მაღაზიაში სუნამოს გარდა. და იმედი მაქვს, რომ ამასაც შევისწავლი, იმიტომ რომ ნელა-ნელა შემოდის უკვე შემოვიდა ეს კულტურა საქართველოში სუნამოების დამზადების და მინდა რომ ჩემი დიდი სურვილი და ოცნება არის, რომ უკვე ჩემი სუნამო მქონდეს. ჩემი კრემები არა მარტო მკვებავია და არა მარტო გამაახალგაზრდავებელი, ის არის სუნთა თერაპიაც, არომათერაპიაც და არის ფერთა თერაპიაც და ამიტომ ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ სუნამოების ეს არომატი შევისწავლო ღრმად. საკუთარი თავის მოვლის ხარისხი პირდაპირ აისახება ჩვენს გარეგნობაზე. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული კანის მოვლის საშუალებები და სპეციალისტის რჩევა. კოსმეტოლოგმა ნინო ბახტაზემ საკუთარი გამოცდილებაც გაგვიზიარა. ძვირფასო ქალბატონებო, ყველაზე ძვირფასი რაც ჩვენ გვაქვს ქალებს, ეს არის ჩვენი სახის კანი. და ძალიან დიდი ჩემი კეთილი სურვილი იქნება უფრო სწორედ დიდი კეთილი სურვილი ნუ მოიტყუებთ თავს და ლამაზი შეფუთვის და ვითომ სასიამოვნო არომატის გამო ნუ მისცემთ ან უმშვენიერი სახის კანს გაურკვეველ ნივთიერებებს ნუ მიაწვდით ყოველთვის ორიენტირებული იყავით ბუნებრივზე ნამდვილზე ისედაც ხო ცხოვრებაში ჩვენ დეფიციტი გვაქვს ყველაფერი ნამდვილის და როგორ წყურია გვენატრება ნამდვილი ადამიანობაში, ურთიერთობაში, ხელოვნებაში. ამიტომ ამ სახის კანსაც მიაწოდეთ ნამდვილი, სწორი და ბუნებრივი.